სერგო ფარაჯანოვის ესთეტიკით გადაღებული ფოტოები ქართულ ფოტოსივრცეში უკვე არაერთხელ გვინახავს. თუმცა მაღალი ხელოვნება, რომელსაც რა თქმა უნდა ყველა მოკვდავი ვერ შესწუდება, დღითი დღე უფრო და უფრო მეტი შემოქმედის ინსპირაცია ხდება. ქართველი დიზაინერი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და საქართველოში საკმაოდ იშვიათად, ისიც მოდის კვირეულების პერიოდში ვნახულობთ, სტანდარტულ მოდას არასდროს ქმნიდა. უტა ბექაია ამჯერად დედაქალაქში თბილისი Fashion Week-ის მიზეზით აღმოჩნდა. კრისტი ხიფშიძესთან და შოტიკო ბოჭორიშვილთან ერთად დიზაინერმა იუგოსლავიელი პატარძლის გაცოცხლება გადაწყვიტა. Ჩვენ გავაკეთებინა ეს შუმერული ქალღმერთის სახე და ესე ვიქე კენტრში და ვიპოვე არის იუგოსლავიის ერთ-ერთი სოფელი ზუსტად არ ვიცი რომ გეტყოდ რა ქვია სოფელს მაგრამ ესეთ ტრადიციები პატარძლებს უკეთებენ ესეთ მეიქაპს გრიმს და ესე აცმევენ ძალიან გადაზედმეტებულს თქვა და გამოვიყენეთ როგორც ინსპირაცია ამ გადაღებებისთვის. პატარძალი კრისტი ამჯერად მხოლოდ გადაღებებისთვისაა. თარხან გასვიანის სტუდიაში ფოტოაპარატთან კრისტის რჩეული ფოტოგრაფი შოტიკო ბოჭორიშვილი მუშაობს. ფოტოები იქნება პორტრეტული სახის, ანუ არ იქნება მთლიანი ფეხები, მაგალითად არ გამოჩნდება ფოტოზე, ეს იქნება პორტრეტები და იქნება მხოლოდ ორნაირი ფოტო, ანუ იქნება თვალები დახუჭული და იქნება თვალები გახელილი. მერე იქიდან აირჩევა ის ფოტოები, რომლებიც იქნება საუკეთესოები და რომლებიც დაიბეჭდება ჟურნალებში. იუგოსლავიელის თუ ქართველის პატარძლის როლი კრისტის ნამდვილად დახატავდა. ქართველი მოდელი ხომ ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული, ასე რომ ძველი ტრადიციული სადედოფლოს სახის შექმნა ნამდვილად არ გასჭირვებია. აი ეს სამკაული, ეს ინდოეთში შევიძინე და სხვათა შორის ინდოელი ბოლშევიკისგან. მეკეთე Fashion Week-ის გახსნაზე და ზუსტად აი მან მოუვიდა ესეთი აი ამ სამკაულიდან დაიწყო ყველაფერი და ხედავთ შედეგს როგორ დამთავრდა. ეს უცნაური მაკიაჟი მიგაკეთე. ამაზე იზრუნა ლანა მატახერია, იმიჯ ლაბორატორია. კრისტის არატრადიციული სახე ნიუ-იორკის ჟურნალებში მოხვდება, თუმცა მისი შეფასების საშუალება ჩვენც მოგვეცემა. რაც შეეხება უტას, იმედია მის შემოქმედებას მომავალ მოდის კვირეულამდეც ვიხილავთ.